ანონიმუსი $3 დიდება ელიტას დახურულ არხზე ისაუბრე ენის გავლენაზე მსოფლმხედველობაში. შეგიძლია ცოტა განმარტო. განგიმარტავ ჩემო კარგო და მაყურებელსაც მიუმართავ დაალაიქეთ. ჩვენ ხო ვიცით რომ აი ადამიანის ისტორია თუ ავიღეთ ბიოლოგიური, რომ ბევრი აი შეცდომა ვუწოდოთ, ბევრი შეცდომა გამოყვა. შეცდომაში რა იგულისხმება? აი ბიოლოგიური შეცდომა, ხო, ბევრი გვაქვს იქ. მუხლები თუ აიღე, შეცდომა არის მთლიანი მუხლი რა ადამიანის შემთხვევაში. ეს თუ აიღე კისერი, რა დებილობა არის. თავი დაცული გაქვს, იმიტომ რომ ტვინი მნიშვნელოვანია. კერდიც დაცული გაქვს, იმიტომ რომ ძვლები არის მთელი ამბები და აი აქ პირდაპირ შუაში გაქვს რაღაცა ფუსი მილი, რომელზეც პატარა და მორჩა აღარ ხარ. ესეც არაფერი არ არის. აი ეს პატარა ტექნიკური ხარვეზი, თვალი არ გივარგა. იმიტომ რომ ფოტორეცეპტორები შიგნით იყურებიან და არა სინათლისკენ. და ნუ მოკლედ აი ესე ხო არიან და დაგუგლეთ, ანუ რამდენიც გინდათ. უამრავი ბიოლოგიური შეცდომა არის ადამიანში. ხო? ნუ აი სავსე არის ადამიანის მთლიანი ორგანიზმი ერორებით, ანუ ის დებაგერი რო გაუშვა, ანუ ვერც ერთი დებაგერი ვერ გაუმკლავდება, იმდენი შეცდომა არის. ეხლა ნახე, ენასაც შემოდის. რომ შენი აზრით და ნებისმიერი ადამიანის აზრით, ანუ ამდენი შეცდომა გვაქვს ორგანიზმში, ხო? და როგორი გაბაგული და ბაგებით სავსე ის გვაქვს, ხო, ორგანიზმი. აი ამ ნუ ბიოლოგიური ისტორიიდან გამომდინარე. შენი აზრით აზროვნებაში არ იქნება შეცდომები? და მეცაც გეტყვი, შენი აზრით აზროვნებაში უფრო მეტი შეცდომა არ იქნება, ვიდრე დანარჩენ ბიოლოგიაში? და პასუხი ამაზე არის, რომ კი იქნება და თან სავსე იქნება შეცდომებით, რა? და შეცდომაში არ იგულისხმება ისეთი რამე, რომ აი 2x2 17 არის. არა, ეგეთ შეცდომაზე არ მაქვს საუბარი. ეგ არის ისეთი შეცდომა, ანუ ცხადად შეცდომა, თან რომელსაც ვერაფერს რაღაცას მოუხერხებ, ანუ ჩაასწორებ. ხო? მე ვსაუბრობ აი ესეთ ფუნდამენტურ თანდაყოლილ შეცდომებზე აზროვნებაში, რომელსაც ზოგს კი შეიძლება აღმოაჩინო, ზოგი შეიძლება ოდნავ დააკორექტირო, მაგრამ თან გარდაუვალი რო არის. აი როგორც შენი თვალი არის გარდაუვალი და ეგ ფოტორეცეპტორები, რომელიც შიგნით იყურება. რას უყურებს შიგნით, ხო? გარეთ არის სინათლე, მაგრამ შიგნით იყურება ეს რეტინაში. შიგნით. მაგის გამო მხედველობა გვაქვს პროჭული, ხო? და კიდე უამრავი მაგალითი არის, რაც აი ვერაფერს ვერ ვუზამთ, რა თანდაყოლილი ბიოლოგიური ტრაკობა არის. ეხლა ნახე, აი აქ შემოდის ზუსტად ენაც რა. თუ რამდენად ცუდი არის თლიანად აი ეს ლინგვისტიკა რო ლინგვისტიკა ბევრ რამეს ნიშნავს გააჩნია ხო რა კონტინენტზე ხარ. სიმარტივისთვის ეს ლინგვისტიკა, ენა, გრამატიკა რო ვუწოდოთ, ანუ ეს არის სავსე შეცდომებით, ხვდები? იმიტომ რომ თვითონ ადამიანის ცნობიერება არის ისე მოწყობილი, რომ ბევრი შეცდომა თანდაყოლილი არის და განწირული ხარ, რომ მაგ შეცდომაში იცხოვრო. ესეთ რამეს გეტყვი. ადამიანები არ ფიქრობენ რა, ენა, ლინგვისტიკა ფიქრობს მათ ნაცვლად. და გეტყვი რა როგორ, ძალიან ბევრი ასპექტი არის თვითონ ენაში, რაც ააშკარავებს თვითონ აზროვნების შეცდომას, იმიტომ რომ ენით ჩვენ არ გამოუხატავთ რა რეალობას. ენით ჩვენ რეალობას ვამახინჯებთ. მაქსიმალურად პრიმიტიულს ვხდით პრაქტიკულობის გამო. ხვდები? ანუ ენა, რომლითაც ვმეტყველებთ და მათ შორის რომლითაც ვფიქრობთ, ფუნდამენტურად არის დაერორებული და არანაირ რეალობას ეგ არ გამოხატავს. და გეტყვი რა ეს როგორ არის? პირველ რიგში ნაუნები, ხო? რო ავიღოთ არსებითი სახელები. არსებითი სახელები ამახინჯებს რეალობას. იმიტომ რომ რეალობაში არის მთელი პროცესი, ხო? მუდმივი ტრანსფორმაცია. დაკვირვებადი ტრანსფორმაცია დროში, მთელი კონტექსტი. ანუ წარმოიდგინე რომ არის მდინარე რა დიდი და არსებითი სახელით რას ვაკეთებთ რომ რაღაცას, რაც არ არის რამ, არამედ პროცესი რო არის, კრისტალიზებას ვუკეთებთ, ვყინავთ. რის გამოც შემდეგ ფილოსოფიური პრობლემებიც გვაქვს რა, იმიტომ რომ არსი უნდა დაუსკვნა. ხვდები, რაღაცას როცა ყინავ და ესე being როცა ხდება
და არა პროცესი აეგრე რო არ განიხილება, ხო? და როდესაც არსებით სახელებ რაღაცა ელემენტს, ხო, რაღაციდან აღებულს, იმიტომ რომ სრული ნახატი ხო არის და შენ კონკრეტულ რამეს იმაში ესე არსებით სახელს არგებ, იმიტომ რომ ნუ რას ვიზამთ? ეგრე არის, ხო, ტვინი მოწყობილი და საჭიროება არის მაგისი. კრისტალიზებას უკეთებ, ანუ ყინავ და მარტივად რომ ვთქვათ, იგონებ რა რაღაცა რამეს. და რამე არ არსებობს, არსებობს მარტო კავშირები, თვისებები, აი ეს ტრანსფორმაცია მარადიული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არსებითი სახელებით შენ კლავ ტრანსფორმაციას. ხვდები? და ეს მოარგე რაჯანდაბასაც გინდა რა. აი იგივე ის სისტემა რაც გვაქვს სუბიექტი პრედიკატის სისტემა, ხო? ეგეც არის ზღაპარი, ეგეც არის, ნუ აი სისულელე, რომელიც სიმარტივისთვის გვაქვს. სიმარტივისთვის გამოგონილი არის, ასე ვთქვათ. მაგრამ ეგეც ქმნის ბევრი ზღაპრის საჭიროებას, რომელსაც შემდეგ ვიჯერებთ, ბიჭო, რელიგიით და ფილოსოფიით. მარტივ გრამატიკულ შეცდომებს, რაც რეალობას ამახინჯებს, შემდეგ მაგ ზღაპრიდან ქმნით ტიპები იმას, რა ქვია, რელიგიურ და ფილოსოფიურ რეალობას. ანუ ხვდებით რა მაიმუნთან გვაქვს საქმე. როგორ საშიშ მაიმუნთან. მერე კიდე ეს სუბიექტი პრედიკატის სისტემა რო ავიღოთ, ეგ გარანტირებულად ხელს უწყობს ისეთ რწმენას, რომელიც არის დაფარული არსის რწმენა, რომ არსებობს დაფარული არსი, აი ამ რაღაცის მიღმა. არა და რეალობაში გვაქვს მხოლოდ რა კავშირები და თვისებები. მაგრამ აი ამ სუბიექტი პრედიკატის სისტემით, subject predicate სისტემით, ვინც გაიარეთ აი ეს ენის ფილოსოფია და რამე, ხო? ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ნუ აი ოდნავ მაინც გავეკიდოთ აი დაფარულ არსს, რომელიც არ არსებობს. მაგრამ რომელიც ლოგიკურია რომ გამოიგონო, იმიტომ რომ თვითონ ენა გაქვს მახინჯი, იმიტომ რომ საჭირო არის, ხო, ეს ენა. შესაბამისად, ჩემი პოინტი რა იყო რა, რომ როგორც ბიოლოგიური ცხოველები, ბიოლოგიური რეალობა, რაც გვაქვს ფიზიოლოგიური მთელი ამბები, ანატომიური, არის სავსე შეცდომებით, რატომ ასკვნით, რომელ ზღაპარში ცხოვრობთ, რომ დაასკვნათ, რომ თვითონ აზროვნებაში ეგეთი ფუნდამენტური შეცდომები არ გვექნება. რატო ასკვნით, რომ აი აქ ყველაფერი არის წმინდა? და რომ შეცდომა მან შეიძლება იყოს ერთადერთი ის, რომ არ ვიცი. ნუ აი 2x2 რო 16-ია ეგ თქვა. ეგ ხო ზღაპარი არის? ეგ ხომ ცხადი ზღაპარი არის? და ესე რა, ანუ ენის, მოიცე როგორ თქვი? ერთი წამით. ისაუბრე ენის გავლენაზე მსოფლმხედველობაში, შეგიძლია ცოტა განმარტო. ეგ არის რა, ენა იმდენად სავსე არის შეცდომებით, რომ მაგას გინდა არ გინდა აქვს გავლენა მსოფლმხედველობაზეც. იმიტომ რომ როცა რეალობას დამახინჯებულად აღწერ, შემდეგ მაგ აღწერას აძლევ მეტაფიზიკას და იჯერებ რომ ეგ აღწერა იმაზე მეტია ვიდრე ნუ აი გარდაუვალი ერორი. და რას ვიზამთ? ანუ ბიოლოგიური რეალობა ისეთია, რომ ჯერ ერთი ადამიანი სავსე არის შეცდომებით და ასევე იმითი, რომ ზოგიერთი შეცდომა საჭირო არის ადამიანის გადარჩენისთვის. მათ შორის რწმენა კონკრეტული. და ხო, რაღაც შეიძლება იყოს ცრუ, მაგრამ რაღაც კონტექსტში ვიღაცას დაეხმაროს გადარჩენაში. წარმოიდგინეთ. წავიკითხავ სუპერჩატს ანონიმუს. წავიკითხავ დიდი სუპერჩატია. ხო და იგივენაირად რა, ანუ კიდევ ერთი შეცდომა რა არის ენის, ოღონდ ამას რა თქმა უნდა გაშლა უნდა და მინდა მართლა რომ ჩავწერო ვიდეო. ამ თემასთან დაკავშირებით, ენასთან დაკავშირებით. და ნუ აი ხო რა დრო უნდა გამოვნახო, იმიტომ რომ დიდი თემა არის, ძალიან, იმიტომ რომ ამას სჭირდება თავისი მეტაფიზიკაც, ხო, ცხადია. იმიტომ რომ მარტო რაღაცა რომ უარყო, ეგ საკმარისი არ არის, ხო, ან ალტერნატივა უნდა შესთავაზო, ან ის მაინც თქვა, რომ აი აქ ხო ესე არის და ვერაფერს ვერ ვიზამთ. ანუ მოკლედ ჭირდება დიდი კონტექსტი რა. მაგრამ ზუსტად იგივე არის აი ენით რო ვიჯერებთ ტყუილს, რომ მაგალითად საქმის მიღმა
დგას აი ამ საქმის გამკეთებელი. ხვდებით? აი ეს მიღმა რო რაღაცა დგას. აი საქმე არის, საქმის მიღმა არის გამკეთებელი. ხვდებით? იგივე არის ზუსტად რამეზე. რომ არის რამე თვისებების მიღმა. იმიტომ რომ ხო არის თვისებები, აი შავი, სიმძიმე, ტექსტურა, მთელი ამბები არის თვისებები, ხო? მაგრამ აი ლინგვისტური პროჭობის გამო ჩვენ ვასკვნით რომ ამის მიღმა, იმიტომ რომ ვისაუბრე არსებითი სახელი რამდენად აუბედურებს ხო რეალობას გადაახვიეთ რო ვერ მოესარი. აი ამ თვისებების მიღმა ვასკვნით რამეს. ხო, აი კანტიანური თემები რო აი რამე რაღაცა თავისთავად, რომელსაც აქვს. ხვდები თურმე კუთვნილებები. ეგრე ბევრ რამეს ვასკვნით, ხო? მაგალითად self რაც არის, ხო, თავი. ჩემი თავი, myself. და I am self, I am თავის მიღმა. უბრალოდ აი ეს თავი რო არსებობს მოქმედების მიღმა. ხვდები? ერთი არის მოქმედება და მერე აი დასკვნა რა, ანუ გრამატიკული ზღაპარი, რომ რაღაც self-ი არის ამის მიღმა. რა თქმა უნდა ამას ახსნა უნდა ეხლა ხვდები? მთელი ამბები. და ასევე ეფექტის მიღმა, რომ აუცილებლად არის მიზეზი. კიდე რა არის? გარეგნობის მიღმა, რომ არსებობს არსი. იმიტომ რომ გარეგნობა ხო აქვს, ესე იგი არსიც უნდა იყოს. და ეს ყველაფერი მეგობრებო არის გრამატიკული, ლინგვისტური შეცდომები. ძალიან headshot-ი არის ეგ. ფილოსოფიური headshot-ი და თან პრაქტიკული ისიც აქვს, ანუ ბევრ ზღაპარს გამოააშკარავებ ამით, როცა გააცნობიერებ, რომ შენ ენით და ლინგვისტიკით ჰალუცინაციებს იწყობ, ანუ ჰალუცინაცია რო არის. და ნუ ეს ბევრ სხვა თემას ხსნის რამე, ანუ თვითონ გონების ფილოსოფიიდან რამე რომ და ძალიან ხოშიანი რამე არის. უილთა მამა, ლინგვისტიკა. მთავარი ფსიქოდელიკი, ლინგვისტიკა. არაფერი არ გიმახინჯებს რეალობას ენაზე მეტად. ახლავე გაწევრიანდი დახურულ არხზე, ლინკი აღწერაშია და პროფილზე, გეყო დროის კარგვა და გელოდებით ელიტარულ სივრცეში.